გაუმართავი სავენტილაციო სისტემა და ვადა გასული სურსათი. ასეთი წერილი მივიღეთ ეკომარკეტზე, უფრო კონკრეტულად კი ეკომარკეტის საცხობზე. მოდით გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია. აქ ვერ წარმოვიდგენდი თუ ამხელა სამზარეულო იქნებოდა თეთრი გაპრიალებული მდგომარეობა, რასაც ვუყურებ, ჭერი მოწესრიგებულია, კედლები მოწესრიგებულია, თაროები თეთრი და სუფთა არის, იატაკი სუფთაა. პრინციპში არ ვიცი, ხა დაგვირეკეს და სხვა სიტუაცია გუითხრეს. აქ რადიკალურად სხვა სიტუაცია დამხვდა და მერწმუნეთ, რომ აი რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან მომწონს. ჭურჭელი სუფთა არის, მოწესრიგებულია, გასქურა გაპრიალებულია, გამწოვი სუფთაა. აი მაინტერესებს ალბათ უკაცრავად ახალი გახსნილები ხართ? არა, ალბათ რეკლამა ჭირდებოდა თქვენებს და თქვენ იმიტომ რომ აი აქ მე ახლა ვერაფერს ვერ უყურებ ჯერჯერობით. ჯერჯერობით რაღაცაც ვუყურებ, უჟანგავი მაგიდის ზედაპირები, რომელიც სწორად ირეცხება და სუფთავდება. მაცივრებში ძირითადად არაფერი არ არის. აი ნახეთ, სუფთაა ყველაფერი. ეს მაცივარი არ მუშაობს და დაკეტილი არ მუშაობს, საწყობად არის. კი, საწყობად არის გამოყენებული და ამის უფლება აქვს, ჩართული არ არის და შიგით პროდუქცია არ ინახება. აი აქ უკვე არის პროდუქცია. აქ ინახება ერთადერთი ახლა რაც არ მომწონს და რაც არასწორია და აი ამ ნამცხვარსაც რო შეხედოთ, აი ძალიან კარგად ჩანს. როდესაც აი თქვათ არ არის ესეთი ნამცხრები უნდა იყოს ზევით განლაგებული, ზევიდან აი მაგიდაზე რო ვდებთ, იქედან აღებული მტვერი და აი ნაწილაკები თავზე ნამცხვარს რო არ ცვიოდეს და აი ცვენა მიმდინარეობს. სამწუხაროდ ეს არის ამას ქვია ჯვარედინი დაბინძურება, რაც ობიექტზე არ უნდა იყოს. აი ამაწონს როგორი აქვს შენახვისვა და მითხარით, ეს მაწონი ახალი არ არის. ეს არის ძველი მაწონი. როდინდელია. რუსში შემოვიტანეთ პროგრამა, თქობა მოძრას პიკერებს ვიზანდებს, ზემოდან აწერია ის არაფერი. ამდეში რაც როდესაც გამოყოს პროდუქტი, ეს ახალი არ არის. ოჯახურ პირობებში დამზადებული მაწონია. ყოველ შემთხვევაში აი ეს არასწორი აი შეფუთვია, არასწორი არის, ჰერმეტულად არ არის შეფუთული. მითხეს რომ ეტიკეტი მოძრო, ერთი ეტიკეტირებულია პლასმასია დახურული და ამას არ აქვს შრატი გამოყოფილი, რასაც ამ ორ ძველ პროდუქტზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმდენი შრატია გამოყოფილი, რომ პროდუქტი ახალი არ არის. აი აქაც არ შეიძლება აი ასე რაც არ უნდა ცივდებოდეს, უნდა იყოს გადაფარებული, ეს არის ალბათ გახეხილი ხილი სავარაუდოდ. ყოველ შემთხვევაში ეს არის ნახევარფაბრიკატია გამზადებული. აქაც ნამცხრები არის გამზადებული და ცივდება. მაცივრებში სისუფთავია, მაგრამ აი არასწორი განლაგება და აუცილებლად თავდახურული უნდა იყოს. მაცივარში უნდა იყოს დასტიკერება, მაგრამ ჩემი გამოცდილებას თუ ენდობით, აი ზედაპირებზე გამომდინარე იმდენად ახალია და ჯერ გაუციებელი ზედაპირია, რომ ჩანს რომ პროდუქცია არის ახალი და პროდუქციას აი კარაქს და აი ჭრილში ნახats არა აქვს ფერი ნაცვლელი. ეს იმაზე მეტყოლებს რომ პროდუქტი არის ახალი. ეხლა მე მაინტერესებს ნედლეული სადა გაქვთ, აი სპრეიდები, აი რასაც გამოიყენებთ, კარაქი და ასე შემდეგ, ეს მინდა ვნახო ყველაფერი. სანამ მადონა ათვალიერებს სამზარეულოს ეკომარკეტის და აუცილებლად საცხობსაც ვნახავთ, მანამდე მე უბრალოდ მინდა გავიარო, იმიტომ რომ ხშირად გვეუბნებიან, რატო არ შედიხართ მაღაზიებში, იქ ვადა გასული პროდუქცია. აი ახლა მინდა შევავლო თვალი და ვნახო. აი მაგალითად, ყველი ნამდვილად ვადა აქვს 2026 წლამდეა. იოგურტი, კი ბატონო, ოქტომბრამდე. წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იქ იყო მითითებული, რომ ვადა გასულ პროდუქტს იყენებენ სამზარეულოში და საცხობში. მაგალითად, იყო ნახსენები კარაქის სპრედი. შესაბამისად, ვეძებთ კარაქის სპრედს და აბა რას გვეტყვის ახლა მადონა. საწყობი სადა გაქვთ? და ვადებს, აი ვინ იბარებს პროდუქციას? და ვადაგასული პროდუქტი რომ მოიტანეთ, არა უშავს? ნახეთ 14.03.25. ეს არის პროდუქტის გამოშვების პარტიის ნომერი და გამოშვების თარიღი. აგერ აწერია
შენახვის ვადა არა უმეტეს 180 დღეზე. 180 დღე ყველაზე ცუდად რომ ვიანგარიშოთ, ეს არის 6 თვე, თუმცა 6 თვეზე ნაკლებია, იმიტომ რომ ზოგში 31 დღე არის და ნაკლებია. ანუ დღეს არის 18 რიცხვი და გუშინ მოიტანეთ უკვე ვადაგასული პროდუქტი. რატო უფრო იაფია და რატო მოიტანეთ ვადაგასული? ხო და მე ვადაგასული რომ გატანეს არ უნდა ნახოთ? და მოდით. აი ესეც ვნახოთ. ამას რამდენი აქ აი ზუსტად მაღაზია იყო საუბარი რომ წერილში რომ აი ვადაგასული პროდუქტები ზოგჯერ შემოდის ტერიტორიაზე. აი ეს არის 080126 ეს პროდუქტი ახალი არის. პროდუქტს 26 წლამდე აქვს ვადა, პროდუქტი ვადიანია, ხარისხიანია, უვნებელია. შოკოლადიც არის ეს თუ რა არის, არ ვიცი, სავარაუდოდ შოკოლადის ბურთულებს გავს, ესეც ვადიანია. ერთადერთი პროდუქტი, რაც მე ვიპოვე აქ ვადაგასული, ეს არის შედედებული მოხარშული ირისკა. სამწუხაროდ პროდუქტი ვადაგასული. მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენთან მოხვედით, არ ვიცი ახლა რა მიზეზი იყო მაგის და რაღაც, მაგრამ თქვენ რომ არა ჩვენ სტიმული არ მოგვეცემა. ჩვენ რაღაცებს ვერ გამოვასწორებთ, ის ხარვეზები დაგვრჩება ხარვეზებად. თქვენს ყველა გადაცემას მართლა უყურებ, ანუ ბათუმში იქნებით თუ სადაც არ იქნებით იმ სკოლებშიც, იმიტომ რომ მეც ორი შვილი მყავს სკოლის მოსწავლე და უღრმესი მადლობა თქვენ. იმედია თქვენთვის ეს გაკვეთილი იქნება და ძალიან კარგად გადააკონტროლებთ აწევადებს, იმიტომ რომ მე არანაირი უფლება არ მაქვს ვარ დაგიჯეროთ გუშინ შემოტანილი პროდუქტი და ვადაგასული და კიდე რა არ მომწონს. ნახეთ, აი აქ წყალი როდის ჩამოგივიდათ და როდის გამოასწორებთ. ეთეთ სადღაც 1-10 დღე იქნება, იმიტომ რომ დავწორა მეორე სართულმა, ჯერ ეს მხარე, მე ის მეორე მხარე და ამიტომ ესე თორე დიდი ხნის არ არის. ანუ მეორე სართულიდან იყო პრობლემა. კი, გულწრფელად გეუბნებით, ერთი სიტყვა მენდეთ რომ პული არ იქნება. კი ბატონო და თხოვნა მაქვს. აი რამოდენიმე ადგილას დავინახე აი ესეთი პარკები. აი ესეთი პარკები. ეს ხო იცით რა არის? ეს არის პეპლების პარკები, რომელიც აი აქაც არის და იქაც არის. ნუ იქ გავატარე, იმიტომ რომ ჭერი ძირითადად დასუფთავებული გაქვთ, მაგრამ იმდენად უკვე ხშირად შემხვდა, რომ თხოვნა, რომ აი ეს ყველაფერი კარგად უნდა ჭიის, ეს არის, რა ქვია, და მე პეპლად იქცევა, ნუ ყოველ შემთხვევაში ყვების ობიექტზე დაუშვებელია და არასწორია. ამასაც მიხედეთ, კარგით. აი ეს არის ეკომარკეტის საცხობის პროდუქცია. ნახეთ მრავალფეროვნება, საკმაოდ ფართო ასორტიმენტია, რაც მე მომწონს ფასთან ერთად არის ასევე ვადა. მაგალითად დღევანდელი 18 სექტემბერი და 72 საათია ვარგისიანობა. და ასევე შემადგენლობა ფქვილი, კვერცხი, სპრედი, აგერ ბატონო სპრედი, რომლის გამოც ჩვენ აქ მოვედით. იცით რა გითხრათ? ნუ ახლა ნამცხვარია, ზოგს კრემი აქვს, ზოგს თაფლი აქვს, ზოგს თხილი და ასე შემდეგ. გემოზე ალბათ გემრიელია, ყავთ თავისი მომხმარებელი. თქვენ ნამცხვარს ყიდულობთ აქ, ქალბატონო? ნამცხვარს. აგერ მაყოფილი მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს აქაური ნამცხვარი, მაგრამ აი ყოველთვის ვიტრინებში ხო ლამაზად ჩანს. ნახეთ როგორი ლამაზებია, ნაირ-ნაირ ფერებიანი, აი შოკოლადის, კენკრის, შოკოლადის კრემით და ასე შემდეგ. ყოველთვის ძალიან ლამაზია, მაგრამ იქ რა ხდება? აი ეს გვაინტერესებს. აი იქ მხოლოდ მადონას შეუძლია შევიდეს და დაგვანახოს. ამიტომ რა თქმა უნდა მოუთმენლად ველოდებით თუ რა შედეგს დადებს ჩვენი დღევანდელი გადაღება. აქ კიდევ ერთი ტერიტორია, აქაც საცხობია და სიმართლე გითხრათ, ის მომეწონა. ეს არ მომწონს და რატო არ მომწონს, ეხა გეტყვით. ნახეთ, აბლაბუდები ზევით არის. კედელზე დაგროვებული მტვერი არის. კედელზე დაგროვებული მტვერი არის. ეხლა შეხედეთ, აი აქ ჩვენ გვაქვს პროდუქცია, რომელიც ცივდება და შეხედეთ რა მტვერია დალექილი მილებზე. აი ამას შეხედეთ. ორპირი შემთხვევაში ეს ყველაფერი ფრინავს, რა თქმა უნდა. არა და აი ესეთი არაჩვეულებრივი ეკლერებია დამცხვარი. აქ უნდა შეიფუთოს ყველაფერი და აი აქვე ხდება პროდუქტის გამოცხობა, ცხობა მიმდინარეობს და სამწუხაროდ აი ძალიან ბევრი
აქ დასასუფთავებელი ტერიტორია. აი აქ ნახეთ რა მდგომარეობა, აი ამასაც შეხედეთ, ეს არის თმები. აი ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. აი ამ ტერიტორიაზე იყო საუბარი ზუსტად. შეხედეთ, აი რა თმებია და აი აქ პროდუქტი დევს. მენეჯერი მინდა. აი ტვენდია მაგალითად. მენეჯერს თავიძახეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ, ეს ნახეთ. აი ამას აი ეს ნახეთ. დღესვე გამოვასწორებთ. მე გულწრფელად გეუბნებით, რასაც მიგეთქვით, იმის პიროვანი პასუხისმგებელი ვარ. აი ნახეთ რა ლამაზია. აი ეს და ეხა ეგ მეც აღარ შემინიშნია მართლა გეუბნებით. აი ამაზე ძალიან წოხვალ. დიასახლისი შემოვიდა დღესვე მოაწესრიგებს და დიასახლის ძალიან დიდი საყვედური ჩემგან პირადად და ამის გარდა შეხედეთ, აი ერთი ცოცხი უნდა. უბრალოდ თქვენ ეთყობა ყველაფერს გამოგჩათ ეს ტერიტორია. აი ამას შეხედეთ რა მტვერი არის კედელზე და აქ ცივდება მზა ულამაზესი უგემრიელი ტკბილეული. ზევითაც აბლაბუდებია, ჩაულებრივად გზერი ცოცხი უნდა, მაგრამ მე აქ რატო შემოვედი, იცით? მილებსაც შეხედეთ, აი და სადენებსაც შეხედეთ, მტვერის ბუდეა. ვიზუალურად პროდუქციის ვადებს ძალიან მარტივად ვცნობ. ეს არის დღევანდელი. 18 რიცხვია დღეს. ეს არის დღევანდელი. კი ბატონო, ის დღევანდელია. ქვევით რაც არის დღევანდელია, ამაში ეჭვი მეპარება, პირდაპირ გეტყვით და დღეს ჩამოვიდა, მაგრამ როდის გაკეთდა? გუშინ დაიკრემა და დღეს დავჭერით. თუ გუშინ დაიკრემა, დაჭრის ვადას თქვენ არავინ არ გეკითხებათ. ქალბატონათია შეცდომა. აი ეს არის შეცდომა. ესეც არ არის დღევანდელი 18 რიცხვი. არა, აი ეს არის დღევანდელი. აი მე პირადად აი სწორად მე არ გედავებით, მე ხო არ გეუბნებით, რომ გემოზე რო არ იყოს გაყიდვადი და ხალხს რო არ მოწონდეს, მაშინ არ გამოაცხობდით, არ იმუშავებდით. ზევით რად გაქვთ გაპრიალებული სიტუაცია, იქ საკმაოდ დიდი თანხები გაქვთ დახარჯული, არ დახარჯავდით. ანუ მოთხოვნა არის, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ დღეიდან, როდესაც გავაკეთებთ პროდუქტს, არა ისე, როდის დავკრემავთ, პროდუქტი გამზადდა, ვადა დაიწერა და იმ ვადით ჩამოვიდა. 72 საათს რომ იწერთ, 72 საათი, 10 თვლა საიდან უნდა გავაკეთო, ნახეთ. მაშინ, როდესაც წერთ 18:09, დღესვეც რო იყოს დამზადებული, საათიც ვინაიდან თქვენ საათობრივ ვადას მიწერთ, მაშინ საათიც მიაწერეთ, ეს უბრალოდ კონსულტაციის თვალსაზრისით და საათიც მიაწერეთ, რომ მე მომხმარებელმა დავთვალო 72 საათი საიდან იწყება, ხო? აი ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. მე მომწონს მიდგომა მართველების, რომლებიც ყოველგვარი აგრესიის გარეშე პირიქით ძალიან ყურადღებით შეხვდნენ, რომ აი მოვისმენთ თქვენს რეკომენდაციას, ყველაფერს გამოვასწორეთ, იმიტომ რომ მტვერიც ვიპოვეთ, ის ვადაგასუდლის სპრედებიც, მაგრამ თუ საქმე გამოსწორებადია, მაშინ რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ ესე მიიღეს ჩვენი ვიზიტი. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გაჩვენოთ ეს ულამაზესი ნამცხრები და გითხრათ, რომ შეიძლება რაღაცა შეცდომები არის დაშვებული ეკომარკეტის საცხობში, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ შეცდომებს გამოასწორებენ და ნამდვილად უვნებელ პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებელს.